მიიღე მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. მოგესალმებით, სალომე უბულავა, ტაბულა. მე მინდა ეგრეთ წოდებული ჩანერგილების თემა ამოვწურო, გარკვეულ უთანხმოებაზე, რაც იყო კოალიციაში. ჩანერგილებს ხوار გაგორებს თქვენ. იმიტომ მოგეწონათ ეს თემა, ჩანერგილები, მეც არ მომწონს ეს თემა. თუ შეიძლება გავაგრძელებ. თქვენ განაცხადეთ ამ უთანხმოებასთან დაკავშირებით, რაც იყო კოალიციაში, თქვით რომ პასუხს აგებენ ამ პროცესში მონაწილეები. მოგვიანებით რას ნიშნავს? არ მithქვამს ეგეთი და ნოახმოვანებთ, მაგრამ სულ პასუხს აგებენ მონაწილეები, სად თქვი ესა? უთანხმოებაში და არეულობაში მონაწილეები. მოგვიანებით გავაგრძელებთ. არ გაგრძელებინებთ კითხვას. კეთილინებეთ, კითხვა დაიწყეთ. თუ მეგნებავთ რომ მომაწეროთ, რაც მე ვთქვი, ეგ არასწორია, მე ესე არ მithქვამს. მედიაში ასე თქვენი ციტატა არის, მე მოსმენილი მაქვს. კარგით, ნუ გავაგრძელებთ ამაზე, დავასრულებთ. მოგვიანებით ბატონმა დავით საგანელიძემ განაცხადა, ასევე რომ მან გადასცა სია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებული ჩანერგილების და ამაზე იქნება გამოძიება. ალბათ ამ ინფორმაციას მაინც ფლობთ თქვენ, ბატონო ბიძნა. ბატონმა დავით საგანელიძემ განაცხადა რომ სია გადასცა ეგრეთ წოდებული ჩანერგილების. მე მაინტერესებს თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია რა მუხლით შეიძლება დაიწყოს ამ გამოძიება, იმიტომ რომ თანამედროვე ქართულ სამართალში ესეთი მუხლი არ არსებობს. საბჭოთა კოდექსში იყო მაგალითად ტროცკისტების წინააღმდეგ მუხლი, თუ შეიძლება გვიპასუხოთ რა მუხლით იქნება გამოძიება. შემდეგი კითხვა. რატომ ბატონო პრემიერო ნუზარ კერესელიძე არ მინდა დისონანსი შევიტანო თქვენს თქვენ თუ არ გაჩერდებით თქვენ კითხვის აღარ უკასვათ. მე გეკითხებთ თქვენ გაცვას უბრალოდ რომ ჩაქციონ თქვენ რომ დაველოდო რომ პასუხის მოცემის საშუალება ხო უნდა მომწეს. დაიყო შეგაიგაცო რა აიშოვე ესეთი რა. მიკროფონი გიჭირავს მეტი ხო არაფერი დაელოდეს. რა ვიშოვე თქვენი მილიონები დაფინანსებული ეკატერინე დუბლაძე აქ არის და მე რა უნდა მეშოვე. თქვენ პროკურორი კი არა ხართ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი. ეხლა დაწყნეთ რასაც წოდებები ხართ კაცო რა აქცია. საწოდები ხართ შვილო აბა რა ხარ? კითხვა უსუსურ კითხვას ვარ, სულელურ კითხვას ვარ, ები და ბეგეთქვი. სადაგ აქვს საბუთი რომ 7 თვე მემალავდი. რასაც წოდები ხარ? დავთ კიდე შეკითხვა. დაწყნეთ და შეცეთ საზოგადოებაში დაბრუნდეთ. თქვენ რამეს ჟურნალისტებს თვითონ რუსთავი ორსაც და სხვა ტელევიზიებსაც რომ თქვენ ამ ქვეყნის შვილები ხართ. რეალობა კარგად შეაფასეთ. და არავის აგიტაციაზე არ ემუშავეთ. თქვენ თვითონ გინდათ ახლა იქ დაბრუნდეთ, ახლა თქვენ გაჩვენებთ თქვენი კითხვის უსუსურობას, რომ თქვენ იმ აგიტაციაში ზიხართ ზუსტად, რასაც გიგეგმავენ. აბა გაიმეორეთ ახლა რა გნებავთ და გუშინდელი გაიხსენეთ ოღონდაც, რაც გიპასუხეთ. და იმის შემდგომ გაგრძელება ნახეთ. თქვენ გონიათ ჟურნალისტებს ყველაფრის უფლება გაქვთ და თქვენ არ შეიძლებათ შეგეკითხოთ. მე მივუთითე იქ ერთ ჟურნალისტს და შემიძლია ახაც გავიმეორო, რომ მარტო ჟურნალისტის უფლებები არ იქნება დაცული. დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის უფლებები. ჟურნალისტი ვერ იქნება ცალმხრივი. იქ მე გავაჟერე და შემომიტრია და უკან რომ ჟურნალისტი არ არის პროკურორი. ჟურნალისტი არის ჟურნალისტი და მას აქვს თავისი უფლებები ისევე როგორც მოპასუხესაც აქვს უფლებები და მას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს თავისუფლად, ისევე როგორც ჟურნალისტებს უნდა ქონდეს თავისუფალი კითხვის დასმის საშუალება, პასუხის მოსმენაც უნდა შეგვეძლოს. და ზოგიერთი ჟურნალისტი, ვინც მართულია, ახლაც გავიმეორებ, ხელისუფლებისგან სააკაშვილის იდეოლოგიას ატარებს, ძალიან ვერ იტანენ ჩემს ჩაკითხვებს და ხშირად ჩემს სწორ პასუხებს. ესეც სამხრივად ვერ იქნება საქმე. ჟურნალისტი ექნება ჟურნალისტის უფლებები, მოქალაქეებს უნდა ქონდეს საკუთარი უფლებები და თუ ჟურნალისტი ობიექტური არ არის, მოქალაქეებსაც ექნებათ ჟურნალისტების შეფასების უფლება და უფლებები და აი ამას ეხლაც ვაცხადებ გამოკვეთილად, რამაც გააღიზიანა იქ რამდენიმე ჟურნალისტი.